დღეს სამედიცინო აკადემიაში გაიმართა საქველმოქმედო საღამო თინათინ რეხვიაშვილის დასახმარებლად. მისმა მეგობრებმა წაიკითხეს ლექსები წაიკითხა თინათინ რეხვიაშვილმაც. საღამოს მუსიკალურად ფოლკლორული ანსამბლები აფორმებდნენ. დღეს აქ ჩვენ შევიგრებეთ იმისათვის, რომ თინათინ რეხვიაშვილს დავიხმართ ეს საქველმოქმედო აქცია. თუ ყველა უნივერსიტეტის შემოგვიერთება, ეს იქნება ძალიან კარგი, რადგან ბავშვს ესაჭიროება დახმარება იმისათვის, რომ გაიაროს ფეხზე, ჭირს ცერებრალური დამბლა, იმისათვის, რომ მას დავიხმაროთ ეს მარტო თანხით არ გამოიხატება, არამედ რაც კი როგორც კი შეგვეძლება. დიდ მადლობას ვუხდით დღეს თბილისის სამედიცინო აკადემიას იმისათვის, რომ მიგვიღო სტუმრობს დღეს. მე სტუდენტი ვარ ამ უნივერსიტეტის. დიდი მადლობა თვითმმართველობას, ალეკო მოკატარიძეს, ორგანიზატორი ვარ მე, პავლე გურგენიძე. დღევანდელი საღამოს წამყვანი კი იქნება მარიამ სახიაშვილი და გვეყოლება ცნობილი და ასევე არაცნობილი, როგორც იტყვიან, პოეტები, მუსიკოსები, ხელოვანი ხალხი, ვინც დღეს დაგვიდგა ჩვენ გვერდში და ყველას მოგიწოდებთ იმასაც, რომ შემოგვიერთდეთ ჩვენ და გავაკეთოთ ეს კარგი საქმე. ჩემი თინუშკის ანგელოზი თინიკო რეხვიაშვილის გვერდში ვდგავართ ყველანი დღეს და ამაზე საღამო გამოვიდა ძალიან და ის ინიციატივა რომ კეთილსოფელს ვაშენებ და თინიკო იქნება პირველი მაცხოვრებელი ამ კეთილსოფელში და გადმოვა და ერთი სული აქვს ამითი იძინებს და იღვიძებს აუცილებლად ეს უნდა გაკეთდეს და გაკეთდება კიდევაც კეთილსოფელს ავაშენებს და ყველანი გადავალთ და ვიქნებით ერთი დიდი ბედნიერების და სიხარულის და სიყვარულის ოჯახი. დღეს 17 მაისს თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა საქველმოქმედო საღამო თინათინ რეხვიაშვილის დასახმარებლად. ჩვენთან იყვნენ მოწვეული უამრავი პოეტი, უამრავი მომღერალი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ თითოეულ მათგანს, ასევე დამცველ საზოგადოებას და უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო STV-ს, მათი თანადგომისთვის და მომავალი თანამშრომლობის იმედს ვიქორნიებ.